შენ დედა ხარ, სკოლები ამერიკაში უსაფრთხოა, აი მაგალითად საქართველოსდან მოდის ოჯახი წარმოიდგინე, მაგრამ მშობლებს შეიძლება ეშინოდეს, რომ მოდი არ შევაწყვეტინო სწავლა საქართველოში, როგორი იქნება ჩემი შვილის ცხოვრება და სწავლა ამერიკულ სკოლებში, ვისაც ეს შიში აქვს, აი რას ეტყვიღის ამერიკულ სკოლებში ბავშვის გადმოყვანა? მე ვიტყოდი, რომ ამერიკული სკოლა არის საუკეთესო, თუ კი რაიმე სისტემა არსებობს ზოგადად განათლების, ვიტყოდი, რომ ამერიკული არის ერთ-ერთი საუკეთესო და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა შვილმა თავიდან ბოლომდე მიიღო ნამდვილად ეს განათლება. არა მარტო განათლების დონე და ხარისხი, თვითონ მასწავლებლების, პედაგოგების დამოკიდებულება, ძალიან საჭირო საგნები, მაგალითად საგნები არის ესეთი, ქვია health, ანუ ჯანმრთელობა, სადაც ბავშვები სწავლობენ ნარკოტიკის, ალკოჰოლის ზემოქმედება, რამდენად აზიანებს მათ ცხოვრებას, სწავლობენ უსაფრთხოების დაცვას ურთიერთობებში და სწავლობენ უამრავ საჭირო რამეს და სწორედ აქედან ის კითხვა ზუსტად როგორ ახერხებენ რომ დაიცვან ეს ყველაფერი, ესე მოედო ეს თამბაქოს რო არავინ არ ეწევათ ეს პროპაგანდა სკოლებიდან. პირველ რიგში სკოლებიდან ზუსტად სკოლიდან იციან რომ ეს ცუდი ტონია, ეს არ არის. რა თქმა უნდა, უსაფრთხო არის და ძალიან ეხა თუ გულისხმობთ იმ ტერაქტებს სკოლის, ეს ახლა ამისგან დაცული არავინ არ არის, ეს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ნიშა არის სამწუხაროდ. მაგრამ სკოლა კი არავის არ შეეშინდეს პირიქით. ჯანმრთელობის დაზღვევაზე მინდა გკითხო. მოდი განუმარტე მაყურებელს, როგორია ნიუ-იორკში